სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. ჩვენთან არის ღმერთი. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასროთ თქვენ და სრულიად საქართველო. ამინ. ტრადიციულად მოკლედ, არ ვიცი, მე მგონი მესამე კვირაა ჩვენ სამოციქულოებს მიუყვებით, რომელი სამოციქულოც იკითხება ხოლმე კვირის საკითხავში. რომაელთა ეპისტოლე, ანუ რომაელებისადმი გაგზავნილი ეპისტოლე პავლე მოციქულისა მორჩა, დღევანდელი დღიდან, კვირიდან დაიწყო კორინთელთა მიმართ ეპისტოლე და პირველი თავის 10-18 მუხლი წაიკითხა ჩვენმა მე დავითნემ, მე იმედი მაქვს რომ თქვენ ყურადღებით უსმენდით. ასე წერს კორინთელებს, კორინთო იყო ორიოდე სიტყვით რომ გითხრათ, ძალიან დიდი ქალაქი იყო, სავაჭრო ქალაქი იყო და იქ რამდენიმე მოციქულმა იქადაგა და პავლეც ერთ-ერთი თავარი იყო, მინდა გითხრათ ამ ქადაგებელთა შორის, მაგრამ იქ რაღაც პრობლემები გაჩნდა და მისასალმებელი სიტყვის შემდგომ მე-10 მუხლიდან იმიტომ იწყება დღევანდელი ეპისტოლეს კითხვა, რომ პირველი 9 მუხლი არის შეიძლება ითქვას მისასალმებელი სიტყვა პავლე მოციქული ესალმება მათ და ამის მერე წერს იმ პრობლემის შესახებ, რომელი პრობლემაც მას მოუვიდა, იმიტომ რომ კორინთონ და შორს არის, ვერ ახერხებს იქ ჩასვლას და ამ პრობლემის იქვე ადგილზე გადაჭრას და გადაწყვეტას, აქედან გამომდინარე, ის შორიდან იწერება თუ რა უნდა გააკეთონ და როგორ უნდა გააკეთონ. გევედრებით თქვენ ძმანო, უფლის ჩვენი იესო ქრისტეს სახელით, რომ ერთი გქონდეთ ყველას სათქმელი და ნუ იქნება თქვენ შორის განხეთქილება, არამედ განმტკიცებულნი იყავით ერთი გონებით და ერთი აზრით. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. ამ ერთობას ეკლესია ყოველთვის განსაკუთრებულად დიდ პატივს ცემს, მინდა გითხრათ. ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ, იმიტომ რომ სადაო საკითხი ფაქტიურად მართლმადიდებლობაში არ არსებობს. თუ კი რაღაცა სადაოა და თუ კი რაღაცა გაურკვეველია, გამოდის რომ ჩვენ რაღაცები არ გვცოდნია ცხონების შესახებ და ამიტომ თუ კი ღმერთმა არ მოგცა ჩვენ ყველანაირი ინფორმაცია იქნება ეს თუ საშუალება იმისა რომ ადამიანმა გადაირჩინოს თავი რა თქმა უნდა ღმერთის წყალობით ისევ და ისევ, მაშინ გამოდის რომ ღმერთი უსამართლოა, თხოვს იმას რაც შემთთვის არ მოუწია. აქედან გამომდინარე ჩვენ შორის სადაო უკვე აღარაფერი აღარ არის. ნებისმიერი საკითხი მათ შორის ეს იქნება დოგმატური, მათ შორის ეს იქნება რაღაც ადგილობრივი ტრადიცია, მათ შორის ეს იქნება რაღაცა საეკლესიო, რაღაცა მნიშვნელობის მოქმედება. ამას ყველაფერს აქვს ახსნა, ან წმინდა წერილია ჩემთვის საფუძველი ამ ყველაფრის ახსნისა, ან წმინდა მამათა შრომები, საეკლესიო კრებები, მათი დადგენილებები, რომლითაც ერთხელ და სამუდამოდ დაიბეჭდა ეს სწავლება, რომ რაღაცა ეს ასე ყოვლადწმინდა სამება რომ არ არის სამი ღმერთი და ის ერთი ღმერთია სამგვამოვნად ცნობილი და ამას კიდევ თავისი განმარტებები მოსდევს თუ როგორ, ეს არის ბეჭედ დასმული, შეიძლება ითქვას საკითხი, რომელიც არანაირ კრიტიკას არ ექვემდებარება, იმიტომ რომ არ შეიძლება მე და თქვენ ეხლა 21 საუკუნე რადგან არის და ვთქვათ რომ დღეს რაღაც ადამიანის ინტელექტი აგერიც გვეხმარება კომპიუტერული ინტელექტი კიდე და ჩვენ შეგვიძლია უფრო უკეთესი რამ ვთქვათ, ეს გამორიცხულია ჩემო ძვირფასებო, იმიტომ რომ ისევ კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში წერს რომ ეს არ არის მელნით დაწერილი რაღაცა შავი მელნით დაწერილი თეთრ ფურცელზე სიტყვები, არამედ ეს არის სული წმინდის მიერ ნაკარნახევი ტექსტი. სული წმინდის მიერ ნაკარნახევში როგორ შეიძლება მე ჩემი კრიტიკული თვალსაზრისი მქონდეს რაღაცასთან მიმართებაში და თქვა რომ იცი რა ასე რომ ეთქვა სული წმინდას ალბათ აჯობებდა? ნუ ახლა შეიძლება არსებობს ასეთი ვინმე კადნიერი, რომელიც ამას გაბედავს და იტყვის, მაგრამ ჩვენ შორის ეს ერთობა აუცილებლად უნდა იყოს. ჩვენ ამის გამო ქრისტიანები არ უნდა ვდაობდეთ. მაგრამ ყველაზე მთავარი პრობლემა მაინც დავისა რა არის. აი ახლა წავიკითხავთ და მივხვდებით. ვინაიდან მეუწყამე თქვენზე ძმანო, ქლოეს სახლეულთაგან, რომ დავა არის თქვენ შორის. კორინთელებში იყო დავა. იმას გულისხმობ, რომ თითოეული თქვენგანი ამბობს, მე პავლესი ვარ, მე აპოლოსისა, მე კეფასი, კეფა გახლავთ იგივე პეტრე მოციქული. პეტრე მოციქულს ქვია კეფა.
მე კიდევ ქრისტესი, ნუ თუ გაიყო ქრისტე, ან იქნებ პავლე ეცვა თქვენ გულისთვის ჯვარს, ან და თქვენ ნათელ იღეთ პავლეს სახელით. ჩვენ ვისი სახელით ნათელს ვიღებთ? სამების სახელით. ნათელს იღებს მონა ან მხევალი ღვთისა სახელითა მამისათა დადისათა სამების სახელით. მაგრამ რას ვგალობთ? რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს. ქრისტეს მიერ არის ეს ნათელი. კახაბერმა კი არ მოგნათლა თუ ვინმე აქვით გახართ ჩემს მიერ მონათლული. ან რა მნიშვნელობა აქვს? ვინც მოგნათლა და მისი სახელი დაგამახსოვრდათ, იმ მღვდელმა კი არ მოგნათლათ. ქრისტემ მოგნათლათ ამ მღვდლის ხელებით უნდა იცოდეთ ეს და უნდა გახსოვდეთ. ამიტომ კახაბერი კი არ არის ამ შემთხვევაში ამ საიდუმლოების აღმასრულებელი, არის ქრისტე. უბრალოდ კახაბერის ხელებით შეიძლება და ბაგეებით ჟღერდებოდეს ის, რაც ამ საიდუმლოებას გარეგნულად ამჟღავნებს და მეტი არაფერი. ამიტომაც პავლე მოციქული ამბობს, რომ იქ არის უკვე შექმნილი რამდენიმე დაჯგუფება. პირდაპირ ასე ვამბობ, შეიძლება უწოდოთ კიდეც სექტა. იმიტომ რომ ვიღაცა ამბობს, რომ არა პავლე მოციქულის ვარ მე და არა პეტრე მოციქულის ვარ და ვიღაცა ამბობს, რომ აპოლოსის ვარ. და ამიტომ მარტივ კითხვას ვავს, ვისი სახელით მოინათლეთ? სამების სახელით. და ვინ შეიმოსეთ? ქრისტე. და ჯვარს ვინ ეცვა? პავლე, პეტრე თუ აპოლოსი? არა, ქრისტე. ამიტომაც ეს სწავლება, ეს ერთობა, რა თქმა უნდა, ასე უნდა იყოს. ეს დღევანდელ დღესაც არ გეგონოთ, რომ აქტუალური მხოლოდ მაშინ იყოს. დღევანდელ დღეს ზუსტად ასეა. როდესაც ესეთი დაჯგუფება ჩნდება, ამ დაჯგუფებას როგორადაც არ უნდა უარობდეს, აქვს ერთადერთი, შეიძლება ქვეცნობიერი და ვერც კი ხვდებოდეს თვითონ, მაგრამ ერთადერთი მიზანი პირველობისა. პირველი უნდა იყოს. ამიტომაც ერთმანეთთან მტკიცება ქრისტეს მოწაფეებსა და იოანე ნათლისმცემლის მოწაფეებს შორისაც კი დაიწყო ამაზე დავა, რომ ვინ იყო უპირატესი და ვინ ვისთან უნდა წასულიყო. და იოანემ გასცა მათ პასუხი, წადით და კითხეთ მას, რომ გამოაგზავნა ქრისტესთან. რომ ქრისტესგან მოესმინათ ეს პასუხი, იმიტომ რომ ქრისტესგან ვინც მოისმენდა, არა მარტო იმ სიტყვის ძლიერებასაც გრძნობდნენ ისინი. წერია სახარებაში, რომ არა მარტო ქადაგებით, არამედ სიტყვის ძალა ქონდა. ამ სიტყვას, რომელსაც ამბობდა, ძალა ქონდა. გარდა იმისა, რომ სრულდებოდა ყველაფერი, რასაც ამბობდა. ამიტომ ესე პარტიებად დაიყო რაღაცა კორინთელთა ეკლესია, ვიღაცა ამბობს, რომ მე აპოლოსის ვარ, მე კეფასი ვარ, იგივე პეტრესი, მე პავლესი ვარ და საიდან მოდის ეს ყველაფერი? იცით, წარმართობიდან, იმიტომ რომ წარმართთა ქურუმისა იყვნენ იქამდე ყველანი. და ეხლა კი გახდნენ ქრისტიანები, მაგრამ აზროვნება რომ შეცვალოს ადამიანმა, ამისთვის ძალიან დიდი შრომა არის საჭირო. ამ ერთობას რომ მიაღწიოს ადამიანმა, ძალიან დიდი თავმდაბლობა არის საჭირო, იმიტომ რომ ეს ამპარტავნების სული გამუდმებით კარნახობს, რომ არა კაცო, შენ უფრო მაგარი ხარ და შენ უფრო მაგარი მოძღვარი გყავს. ამ პირველობისათვის ბრძოლა იწყება ადამიანებს შორის და ავიწყდებათ მთავარი, რომ ყოვლადწმინდა სამების სახელით არიან მონათლულები და ქრისტე შემოსილები არიან, იმიტომ რომ რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ ვიღეთ, ქრისტე შევიმოსეთ. ამ საგალობელს ვგალობთ ჩვენ, სხვა რაიმეს კი არა. ქრისტე შემოსილობა ავიწყდება ადამიანს, რომ თითოეული ჩვენგანი ქრისტე შემოსილები ვართ. და რას ვაკეთებთ ამ დროს, როდესაც ესეთი დავა? ქრისტეს ვყოფთ შუაზე, იმიტომ რომ ჩემი და თქვენი გაყოფა ღმერთმა დაგვიფაროს. ქრისტეს გაყოფა, აი პირდაპირ მისი სხეულის გაგლეჯა შუაზე, შეიძლება ესე ითქვას, იმიტომ რომ ჩვენ ქრისტეს შემოსილები ვართ და ტრაპეზზე ერთი ქრისტე ბრძანდება. ერთი ქრისტე. ამ ტრაპეზზეც, ამერიკაში რო მართლმადიდებელი ეკლესია, იმ ტრაპეზზეც და ავსტრალიაშია თუ კიდე სადმე მადაგასკარზე რა მნიშვნელობა აქვს, ყველგან ერთი ქრისტეა. და ჩვენ ამ ქრისტეს დაყოფას ვაკეთებთ, როდესაც ვამბობ, რომ მე პავლესი ვარ, ან პეტრესი, ან აპოლოსისა. და ეს თანამედროვე სამყაროშიც რჩება ძალიან დიდ პრობლემად. დღევანდელ დღეს, ესე იგი, თუ საერთო მასშტაბით ავიღებთ, მსოფლიო მასშტაბით, გეტყვით, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის რამდენიმე ოფიციალური საპატრიარქო ერთმანეთს არ ელაპარაკება. არ ელაპარაკებას ვინჩივა, ერთად არ ეზიარებიან. თუ ერთი ეკლესია დგას და მაგალითად კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი თუ დგას წირვაზე, რუსეთის წარმომადგენელს არ აქვს უფლება რომ შეიმოსოს იმ წირვაზე. არა და ერთი ქრისტეს სხეული ვართ, არ დაგავიწყდეთ ეს. ისევე ალექსანდრიის საპატრიარქოსთან გაჩნდა პრობლემა, თქვათ რაღაცა დავა არის. ეხლა ვინ მტყვანია და ვინ მართალი, ამაზე კი არ ვლაპარაკობ.
მე გეუბნებით ამ ფაქტზე თვითონ და რატომ მოხდა ეს დავა? იმიტომ რომ ერთი ამტკიცებს თავის სიმართლეს, მეორე ამტკიცებს თავის სიმართლეს და კვლავ კორინთელთა მიმართ ეპისტოლეს დავესესხები, ამაშივე წერია, თუ არ მეშლება მეხუთე თავში, რომ როგორ არ ცხენიათო და თქვენ შორის გონიერი როგორ არ აღმოჩნდა ერთიო, რომ დაჯდეთო და საეკლესიო საკითხები შინაურულად განიხილო და არ გაიტანოთ ეს გარეთ ხალხის განსახილველად, მით უმეტეს ურწმუნოების განსახილველად, სადაც მრავალი დაბრკოლდება, სადაც მრავალი თავის აზრებს გამოთქვამს, იმიტომ რომ არც კრების განჩინებები იციან, არც წმინდა წერილი არ იციან და არც ქრისტეს სულით არ მეტყველებენ, ქრისტეს შემოსილები არ არიან და ქრისტეს შეუმოსავ ადამიანთან შენ ქრისტეს შემოსილი. აპირებ რომ განიხილო ესეთი სადაო საკითხები. გლობალური მასშტაბითაც ხომ ასე არის ზუსტად და ადგილობრივი მასშტაბითაც ასე არის ზუსტად. იმიტომ რომ დღესაც აქაც გაიგონებთ რა, რომ ვიღაცა ეკლესიაში რაღაცა ესე აკეთებს, ვიღაცა ისე აკეთებს, არ არის ეს სწორი ჩემო ძვირფასებო, არაფრით არ შეიძლება. აი ნათლიობის საკითხთან რო იდგა, გახსოვს რომ ვიღაცა მოვიდოდა 11 ნათლია უნდა და ყოლოდა თავის შვილზე, ვიღაცას 20 და ვიღაცას 1 და სინოდი იძულებული გახდა რომ განჩინება დაეწერა. რომ ნათლი არ შეიძლება იყოს ერთზე მე. ნათლი არის სინამდვილეში ერთი. მეორეს განბანელი შეიძლება უწოდოთ და ამიტომ 2 დაუშვეს მაქსიმუმ. ესეთია მიღებული კანონი. დღესაც კი ვიღაცა დამერეკავს და მეტყვის. არ შეიძლება რომ გამონაკლისი დაუშვათ. აი რა გამონაკლისი უნდა დაუშვათ, მითხარით, რა შევცვალო? კრებების განჩინება შევცვალო, ჩვენი სინოდის განჩინება შევცვალო თუ როგორ შეიძლება ეს გამონაკლისი დაუშვა? ამიტომაც თუ ვიღაცამ დაუშვა ეს გამონაკლისი, იტყვიან რომ მე ახლა იმ მღვდლისა ვარო და რა გაჩნდა უკვე ესეთი სხვაობა. ისევე როგორც გალობასთან დაკავშირებით ვიღაცას თავისი აზრი აქვს, მორწოს ბიზანტიური გალობა, მაგრამ დაადგინა სინოდმა რომ საქართველოს ეკლესიაში უნდა ხდებოდეს გალობა ქართული იმ ტრადიციით, რომელიც არის ჩვენი უძველესი ტრადიცია. ნუ ვიღაცა მაინც თავისას ხომ აკეთებს. ახლა მე ვკითხულობ ის მრევლი და ჩვენი მრევლი ერთმანეთისგან რითია გაყოფილი? იქ სხვა ქრისტეა და ჩვენთან სხვა ქრისტეა? არავითარ შემთხვევაში ასე არ შეიძლება ვიფიქროთ, მაგრამ როგორც კი შემოგაქვს შენ ამ განხეთქილების სული, რომ მე ასე მომწონს. იცით რა ჩემო ძვირფასებო? მე ისეთი რამ მაქვს საკითხული ხელნაწერებში, როგორ მოქმედებდა ძველად ეკლესია, იცით როგორ მარხვებს აწესებდა და პირიქით როგორ მარხვებს არ აწესებდა. ახლა მე რომ ეს ყველაფერი ამ ყველაფრის განხორციელება დავიწყოთ დღეს ჩემს სამრევლოში, თავის გამართლების საშუალება მექნება, იმიტომ რომ მაგალითად 6 მთაწმინდელის მიერ გადმოთარგმნილი კანონი არის, როგორ უნდა იმარხულო აღდგომიდან სულთმოფენობამდე. და მე რომ ის კანონი გავატარო ახლა ამ სამრევლოში, არაფერში დამნაშავე არ ვიქნებ, იმიტომ რომ 6 მთაწმინდელი წმინდანია და ცუც რაც შეიძლება მასწავლიდეს წმინდანი. მაგრამ დამნაშავე ვიქნები ჩემი ეკლესიის წინაშე, იმიტომ რომ ჩემს ეკლესიას ჯერ ასეთი კურთხევა არ მეუცია ჩემთვის. საერთო კურთხევა უნდა იყოს, საერთოობა უნდა იყოს ყველაფერში. ამბობს ეკლესია ასე ვმარხულობთ. ამბობს ეკლესია ასე ვლოცულობთ. თორემ მე ვიცი რომ ცისკარი საღამოთი არ უნდა ილოცო. ცისკარი დილის 6 საათზე წასაკითხი ლოცვა, მაგრამ ჩვენ შაბათს საღამოს ვლოცულობთ. იმიტომ რომ ეკლესია მაკურთხა ასე, თორე განა უგუნური ვარ და ვერ ხვდები რომ ცისკრის ლოცვას, რომელსაც გადაშლი და კითხულობ რომ დიდი მადლობა ღმერთო რომ ფეხზე წამომაყენეო, ეს არ არის შუადღის ლოცვა, მე განა ამას ვერ ხვდები და განა თქვენ ვერ ხვდებით. ამიტომაც ეკლესიის ხმის მოსმენა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე შენი საკუთარი პირადი აზრი და ვიდრე საკუთარი პირადი ცოდნა, იმიტომ რომ შენ შეიძლება ბევრი წაგიკითხავს, მაგრამ დაბნეულობაში შეიყვანო საზოგადოება. და ეკლესიის აზრი რა არის, იცით? რით განსხვავდება ჩემი პირადი და რაღაცა ესეთი ადგილობრივი აზრი, ასე ვთქვათ, ამ მასშტაბური აზრისგან. თბილისის დანახვა საიდან უფრო ადვილია, თავისუფლების მოედნიდან თუ მთაწმინდიდან? აი ეს არის ეკლესია, რომელიც მთაწმინდიდან ხედავს თბილისს და შენ ხარ ის, რომელიც გახარ თავისუფლების მოედანზე და გონია რომ აგერ არის მთელი ქალაქი და ცენტრში აგერ მევდგავარო. კი ბატონო, გახარ ცენტრში, მაგრამ დიაპაზონი ამ ხედვისა შენ არ გაგაჩნია, რაც ეკლესიას გააჩნია. ამიტომაც როგორც კი დაგაყენებენ იმ აუცილებლობის წინაშე ეკლესიას, რომ შენ უნდა გააკეთო მაგალითად პოლიტიკური განცხადება,
იცოდეთ რომ განხეთქილების სული გკარნახობს ამას. არა გაქვს უფლება შენ პოლიტიკური განცხადების გაკეთებისა, ოფიციალურ ეკლესიას აქვს. კერძო მღვდელმა ეს არ უნდა გააკეთოს არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ მე თუ კი ჩემს სიმპათიებს აქ ჩამოვაყალიბებ, იცით რა მოხდება? აღმოჩნდება რომ ჩვენს მრევლს გავყოფ შუაზე, იმიტომ რომ ჩემი სიმპათიები ვიღაცისას დაემთხვევა და ვიღაცისას არ დაემთხვევა. ჩემი სალაპარაკო, ჩემი ამბიონზე დგომის საშუალება გახლავთ აი წიგნი, რომელიც მიჭირავს. შემიძლია ამაზე გელაპარაკოთ, კი არ შემიძლია, ვალდებულება მაქვს ამაზე გელაპარაკოთ და არავითარი შეფასება სხვა არ მივცე, თუმცა კი უსამართლობა რო ხდება, მე ვერ ვხედავ, ბრმა ვარ, თუ რა გონიათ ვინმე ამაში მიხდის რომ არ ვთქვა არაფერი. არაფერი, უბრალოდ ამბიონი არ არის ეს ადგილი. ჩვენ კერძო საუბრებში შეიძლება განვიხილოთ ეს და თქვათ რა ჯობდა და როგორ ჯობდა თითოეულმა ჩვენგანმა და ვილაპარაკოთ ამის შესახებ, მაგრამ აბუდადებული ბეჭედ დასმულად თქვათ რაღაცა საკითხები აქედან განცხადებები გავაკეთოთ მღვდლებმა, ეს არასწორი საქციელია ჩემო ძვირფასებო. ესეც სწორედ აი ზუსტად ეს არის რომ მე პავლესი ვარ და მე პეტრესი ვარ და მე აპოლოსისა, სწორედ ეს მდგომარეობაა. როდესაც შენ შემოგაქვს ეკლესიაში ის სული, რომელმაც შეიძლება დავა და კამათი გამოიწვიოს. ამიტომაც გვაქვს ერთი წმინდა კათოლიკე ეკლესია, რომელიც სხვათა შორის მრწამსში გვიწერია. რა გვაქვს მრწამსში? გვწამს მამა, გვწამს ძე, გვწამს სული წმინდა. მერე რა წერია? ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. ამიტომაც ამ ეკლესიას ყავს თავისი იერარქია, ამ ეკლესიას ყავს, მოდით ასე ვთქვათ, ადმინისტრაციული მმართველობა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ასეთი საკითხები და ამ ერთობას ჩვენ უნდა ვინარჩუნებდეთ ასე, მორჩილებით. რაღაცა შეიძლება არ მოგწონდეს, მაგრამ მორჩილებით უნდა ღებულობდე და უნდა გახსოვდეს დიაპაზონი მისი ხედვისა და დიაპაზონი შენი ხედვისა, როგორც წეგან გითხარით, თაწმინდასა და თავისუფლების მოედან შორის რა სხვაობა არის მეთქი. ვმადლობ ღმერთს, რომ არც ერთი თქვენგანი არ მომინათლავს კრისპუსისა და გაიუსის გარდა. აღმოჩნდა რომ ორი კაცი ყალია მონათლული. რათა ვერავინ თქვას რომ ნათელი ვეცი ჩემი სახელით. ნათელი ვეცი აგრეთვე სტეფანას სახლს, მეტი არ ვიცი, თუ კიდევ ვინმესთვის მიცია ნათელი, არ მახსოვს. რადგან იმისთვის კი არ მომავლინა ქრისტემ რომ ნათელი ვცი, არამედ ვახარო. რას ნიშნავს, იცით რომ ვახარო? პირდაპირ სახარებაში წერია რომ უნდა წახვიდეთ, მოიმოწაფოთ, მოაქციოთ, იქადაგოთ და ნათელის ცეთ და არ წერია ნათელის ცემისთვის არ მომავლინა. როგორ არ მოავლინა? მაგრამ მოავლინა იმისთვის რომ ნათლის ცემამდე მან უნდა იქადაგოს, უნდა გააგებინოს. დღეს რომ ადამიანი მოდის და ნათლობა უნდა და ხშირად არ ესმის რა არის ეს ნათლობა, ესეც დაუშვება, ესეც არ შეიძლება. უნდა აუხსნა ადამიანს და უნდა გააგებინოს სად არის მოსული და რისთვის არის მოსული. ამიტომაც ის აუცილებელი ქადაგება მას უნდა მის წინაშე უნდა წარმოთქვას მღვდელმა და აუხსნას სად არის მოსული და ამას აკეთებდა სწორედ პავლე მოციქული და ნათლობა რა თქმა უნდა სამღვდელოებაზე ქონდა მინდობილი. თვითონ ქადაგებდა, მაგრამ აქ ძალიან საინტერესო რამეს ამბობს. რადგან იმისთვის კი არ მომავლინა ქრისტემ რომ ნათელი ვცე, არამედ რათა ვახარო, მაგრამ არა სიტყვის სიბრძნით, რათა არ გაუქმდეს ჯვარი ქრისტესიო. რას ნიშნავს სიტყვის სიბრძნით არ ვახარო? ესე იგი, უნდა იქადაგო, მაგრამ არა სიტყვის სიბრძნით. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი ზუსტად ისე უნდა თქვა, როგორც არის. ყველაფერი ზუსტად ისე უნდა გადმოსცე, როგორც არის. ყოველგვარი მაშინდელი ის ეპოქაა, როდესაც რაღაცა ფილოსოფიური მიმდინარეობები ძალიან პოპულარულია, იქ რაღაცა ერთმანეთში სულ დავა აქვთ ბერძნებს, გამოდმებული რაღაცა კამათები მიმდინარეობს, ამიტომაც გაიმარჯვებდა ის, ვისაც უკეთესი ლოგიკა ჰქონდა, ვისაც უკეთესად შეეძლო რიტორიკულად გადმოეცა რაღაცა თავისი აზრები და ლოგიკურად დაელაგებინა და პავლე ამბობს, რომ არა, სოფია ბერძნული სიტყვა, რომელიც გამოყენებულია სიბრძნის შესაბამისად, არა ამ სიბრძნით, არამედ როგორც წერია სახარებაში, რომ იყავ შენი ჰე და არა. ანუ დილით რომ ამბობ დიახ და საღამოს არას, ვინ დაგიჯერებს? ვის სჭირდება ასეთი მქადაგებელი? არამედ შენ რომ ხარ პირველ რიგში შენი ცხოვრების წესით მქადაგებელი და ამის შემდგომ შენ სიტყვას აქვს ფასი. როდესაც ამბობ კიზე კის და არაზე არას, ყველაფერს თავის სახელს არ ქმევ. აბსოლუტურად ყველაფერს.
ამის შესახებ ლაპარაკობს პავლე მოციქული და ამბობს, რომ არ გაუქმდეს ჯვარი ქრისტესი, ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი პირდაპირ უნდა თქმულიყო, რადგანაც ვერ ღებულობდნენ ამას ადამიანი, აი შემდეგ ბოლო დასასრული მასში ასე წერია და აგიხსნით რას გულისხმობს, ვინაიდან ჯვრის სიტყვა სიშლეგია წარწმედილთათვის, ხოლო ჩვენთვის ხსნილთათვის ძალა ღვთისა. რას ნიშნავს ეს სიტყვები გეტყვით ეხლავე, რომ შეუძლებელი იყო ადამიანს გაეგო და გაეცნობიერებინა ჯვარცმულის შესახებ სწავლება, იმიტომ რომ ეხლა მოხვიდი ადამიანებთან, რომლებსაც არ მრავალღმერთიან კერპთაყვანისმცემლები და რა ვიცი, 1000 უბედურების მიმდევრები არიან და უცბად ეუბნებით, რომ იცით ღმერთმა, შემოქმედმა, ერთი ღმერთი არსებობსო, ჯერო ამას რო ეთყოდი, შეიძლება ამის გამო არ დაგმართნო და კარგი ამბავი და ეხლა რო ეთყი, რომ ამ ერთმა ღმერთმა ინება რო განკაცებულიყო. ნუ ამაზე ხო საერთოდ გიждდებიან. და იგივე ღმერთი მერე რომელიც განკაცდა ჯვარს ეცვა. აბსოლუტური მიუღებლობა ჰქონდათ ამისი, ესე იგი ადამიანებს, იმიტომ რომ ვერაფრით ვერ უშვებდნენ ამას და განა მაშინ. დღეს ეხლა ჩვენი საზოგადოებისთვის ეს შეიძლება არ არის უცხო გვდგავარ და ვისმენთ ხოლმე წირვალოცვებს და მსახურებებს და ჟღერდება ეს ყველაფერი და ჩვენს თავში ესე არის ჩასმული, მაგრამ დღესაც მიუღებლობა აქვთ. ერთი მუსულმანის ქადაგებას უსმენდი, რომ შეუძლებელია რომ ღმერთი განკაცდეს. ამბობს ესეთ რამეს. ძალიან კარგი მქადაგებელია სხვათა შორის. სადაც ის ალლაჰს ამბობს, უბრალოდ ღმერთი რო იგულისხმოთ, გადასარევ ქადაგებას წარმოთქვამს, უბრალოდ სანამ გადაერთვება მის ოფიციალურ მერე რაღაცა ადგილობრივ ტრადიციებზე. და არის ფერად კანიანი სხვათა შორის და ამავიწყდა სახელი, თორემ გეტყოდით მის სახელი. და ამბობს ასეთ რამეს, რომ შეუძლებელია რომ ღმერთი განკაცდესო. და არ დაფიქრდა რას ამბობდა. ესე იგი ღმერთისთვის არის რაღაცა შეუძლებელი? ანუ ქადაგებელი კაცია, მორწმუნე კაცია და ერთი ღმერთის შესახებ სწავლებას ავრცელებს და ამავდროულად ამბობს, რომ ვერ შეძლებდა ღმერთი რომ განკაცებულიყო. ანუ არის რაღაცა, რაც ღმერთს არ შეუძლია. ესეთ რამეს ამბობს და საკუთარი სიტყვით უპირისპირდება საკუთარსავე ქადაგებას. და იცით რატომ განკაცდა ღმერთი, რატომ მოხდა ასე, იმიტომ რომ ადამიანების უმრავლესობამ დაიწყო განდიდება ან ადამიანებისა, მათ შორის იმპერატორებისა, რომლებსაც ღმერთად აცხადებდნენ, ან ცხოველებისა, ან რაღაცა ბუნებრივი მოვლენებისა, ამიტომაც განკაცდა ღმერთი, რომ ნამდვილი და ჭეშმარიტი ღმერთი ადიდოს ღმერთმა და არა რაღაცა ქმნილება, რომელიც წარმავალია, რომელიც მტრად იქცევა, დღეს რომ არის და ხვალ რომ აღარ იქნება. აქედან გამომდინარეა ეს ყველაფერი, ჩემო ძვირფასო, რომ ჯვართან მიმართებაში ქადაგება სისულელეაო, პავლე მოციქული რომ ამბობს წარმართებისთვისო, მაგრამ არა სიბრძნითო ქადაგებ მე ამას, რომ რაღაცა ლამას სიტყვებს მოიფიქრებს და ან რაღაცა იქ სოფისტური ისინი რო იყო, რა ქვია, მსჯელობები გავრცელებული, არა ამ სოფისტური მსჯელობების შედეგად, არამედ პირდაპირ გეტყვით იმას, რაც არის. რომ ქრისტე ღმერთი, ღმერთკაცი, თანაც ჯვარცმული, როგორც ამბობს ის თავის ეპისტოლეში, რომ ამ ჯვარცმულის შესახებ ამბობს პირდაპირ დაუფარავად, რაც არის და ვინც არის და ამიტომაც მე მოაყოლებს ამ აზრს, რომ ეს სისულელეა, რა თქმა უნდა, წარმართისთვისო, რა ქვია, იუდეველისთვისო და წარმართისთვის კიდე დაცინვაა, იმიტომ რომ ჯვარი თვითონ დაცინვის იარაღი იყო. ჯვარზე ისეთ ადამიანებს ჟიდნენ, რომლებმაც რაღაც საშინელი დანაშაული ჩაიდინეს და პატივად არ, ესე იგი, მიაჩნდათ, რომ ისე უნდა დაესწრა, აი როგორც გითხრა, უმაღლესი ზომა იყო რაღაცა სასჯელისა, ამავდროულად ძალიან დამამცირებელი. ჩვეულებრივ დამნაშავეს სიკვდილით თუ ჰქონდა მისჯილი, ჯვრით არა, ან თავს მოკვეთდნენ, ან ჩამოახჭევდნენ, ან სხვა რაღაცა შეიძლება მოიფიქრებინა, მაგრამ ჯვარზე ვისაც აკრავდნენ, ეს იყო ყველაზე დამამცირებელი რამ. ამიტომაც რომ ეტყოდი, რომ ღმერთი აი ამ დამამცირებელ საქციელს აღასრულებს, რომ ჯერ განკაცდა, ესე დაიმდაბლა თავი და ამის შემდგომ ჯვარს ეცვა შენთვის. ამას ყველაფერს ჩვენ ასე პირდაპირ ვამბობთ. ყოველგვარი შელამაზების, ყოველგვარი სოფისტური მსჯელობებისა და ფილოსოფიების გარეშე. ამიტომაც დაუჯეროთ დღევანდელ ეპისტოლეს. არც აპოლოსის, არც პავლესი და არც პეტრესი არა ვართ ჩვენ ვართ ქრისტესი. ამიტომაც თუ გაიგონებთ, რომ სადმე კარგი მოძღვარია, იცოდეთ, რომ ეს მოძღვარი კი არ არის შენი მხსნელი და გადამრჩენელი. მხსნელი და გადამრჩენელი ქრისტეა. ამ მოძღვართან შეგიძლია წახვიდე და მოისმინო მისი
დარიგება და რჩევა, გამოცდილება, რომელიც შეიძლება მან გაგიზიაროს, მაგრამ ხსნელი და გადამრჩენელი არ არის. ასევე წმინდანები, რომელთაც ამოიჩემებს ადამიანი და იმ წმინდანთან თუ არ ჩავედი, ის გადამარჩენს მხოლოდ ის წმინდანი. წმინდანი ვერ გადაგარჩენს. გადაგარჩენს ღმერთი და წმინდან შეიძლება შეევედრო და მეოხებად ხოვო. იმიტომ რომ სინათლე წმინდანისგან კი არ მოდის, სინათლე ღმერთისგანაა. ღამე რომ უყურებ მთვარე რომ ანათებს, ეს სინათლე მთვარისა არ არის. ეს სინათლე მზისა, რომელსაც ირეკლავს მთვარე. ასევეა სწორედ წმინდანი ირეკლავს ღმერთის სინათლეს და არავითარ შემთხვევაში არ არის მხსნელი და გადამრჩენელი. ხატების შესახებ, როდესაც გვაქვს სწავლება, ვისაც არ უნდა კითხო ეხლა რომ ლოთობის წინააღმდეგ რომელხაც უნდა გეტყვის ბარძიმი შეუსმენ. არ დაფიქრდება არც ბარძიმი შეუსმენ. მოიცა ივერიის ღვთისმშობელს რო თხოვო არ შეგისრულებს? თუ სხვადასხვა ღვთისმშობელზე ბევრი ღვთისმშობელი იყო, ერთია ღვთისმშობელი. ხატი შეიძლება სხვადასხვა დაიწერა და რაღაც გარკვეულ დროში, გარკვეული სასწაული აღასრულა, მაგრამ ღვთისმშობელი ერთია. ამიტომაც ვერც წმინდანი გადაგარჩენს. ვიღაცა გარბის კვეთებულის ლოცვა ყოფილა თურმე კარგი და სასარგებლო. ვიღაცა გარბის სადღაცას ესე წმინდანთან უნდა დაემხოს და თავი უნდა ურტყას იქ კედელს და ავიწყდება ერთი რამ, რომ მიზანი ვინ არის, ვისთან მისვლა არის მიზანი შენი? წმინდანთან თუ ხატთან? არა. შენი მიზანი არის ქრისტე ღმერთი, მისი მოპოვება, რომ მის გარეშე განამარტო არ იცოცხლო, არ ისუნთქო საერთოდ. ამიტომაც როგორც კი გაჩნდება ესეთი აზრი, რომ ვიღაცა ვიღაცისია და ეს იმიანია და ეს განყოფის სულია ეს, ეშმაკისეული სულია, იმიტომ რომ ეშმაკი ყოფს, ღმერთი აერთიანებს, რომლის მადლითაც ერთობით გვაცხოვნოს გამჩენმა. ამინ. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ღმერთს.